მოგესალმებით, ეთერშია ქრონიკა 5-ზე, მე ვარლამ ციკლაური ვარ, გამოშვებაში თქვენ ნახავთ. პარლამენტში შექმნილი დროებითი საგამოძიებო კომისია მუშაობას ორშაბათს განაახლებს. საქართველოს ეროვნული ნაკრები დღეს მეორე ტესტ მატჩს ჩაატარებს. პარლამენტში შექმნილი დროებითი საგამოძიებო კომისია მუშაობას ხვალ განაახლებს. მმართველი გუნდის განცხადებით, კომისიაზე კიდევ ერთხელ ნათლად გამოჩნდა ნაციონალური მოძრაობის რეჟიმის სახე. სახელმწიფო გუნდში ამბობენ, რომ ეს ადამიანები ოპოზიციური ველიდანაც აგრძელებენ ქვეყნის დაზიანებას. საგამოძიებო კომისიაზე ნათლად ჩანს, რომ ნაციონალური მოძრაობა იყო სისტემური დანაშაულის რეჟიმში გადასული. ანუ ხდებოდა ადამიანების ღირსების, ჯანმრთელობის, ქონების, ბიზნესის ყველაფრის შელახვა და წართმევა. და ამაში ჩართული იყო სახელმწიფო ყველა სისტემა და სტრუქტურა. ნაციონალური მოძრაობა ამ ტერორს აგრძელებს, ოღონდ უკვე იმ შესაძლებლობებით, რა შესაძლებლობებიც მას ოპოზიციაში გააჩნია. მედია, სოციალური ქსელებით და სხვა საშუალებებით მუდმივი ბულინგის, ზიზღის ენის და ადამიანებზე ფსიქოლოგიური ზეწოლის მეთოდებით კვლავ აგრძელებენ ჩვენი საზოგადოების ამ მძიმე მდგომარეობაში შეყვანის ცდილობას. შინაგან საქმეთა მინისტრი გეკა გელაძე ოჯახთან ერთად სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს ილია მეორეს რეზიდენციაში ესტუმრა. პატრიარქმა გეკა გელაძე და მისი ოჯახი დალოცა. ილია მეორე მინისტრს თანამდებობაზე დანიშნა მიულოცა და საპასუხისმგებლო საქმიანობაში წარმატება უსურვა. იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის ქუთაისის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა გატარებული ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად ნარკორეალიზაციის ფაქტზე ინდოეთის რესპუბლიკის მოქალაქე დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა მოსამართლის განჩინების საფუძველზე არაერთი ფარული საგამოძიებო მოქმედება ჩაატარეს, რითაც დადგინდა, რომ ბრალდებული ნარკოტიკულ საშუალებებს ყიდდა. დანაშაული 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. კოტე იოსელიანი სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს, სადაც ქართული ოცნების დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილის შვილს, უტა ივანიშვილს ბოდიშს უხდის, იმის გამო, რომ წლების წინ მან უტას შესახებ ცრუ ინფორმაცია გაავრცელა. გესალმებით, ამ ვიდეოს წერ ბოდიშის მოსახდელად რამდენიმე წლის წინ უტა ივანიშვილთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადების გამო მთელი ამ პერიოდის განმავლობაში მუდმივად ხდებოდა Facebook პოსტები, სადაც განიხილებოდა ეს საკითხი. გულწრფელად უტას ბოდიშს უხდი ამის შესახებ, რადგან ეს იყო სიცრუე და მე მისი ორიენტაციის შესახებ არასოდეს არაფერი ამ მსმენია. ერთადერთი რაც ვიცი, მას ყოველს კარგად ახასიათებენ და ნორმალური ადამიანია და მის მოშკაცობაზე საუბრობენ. ეს იყო ტყუილი, რაც მე ვთქვი და ბოდიშის მოხდა არასოდეს არ არის გვიანი. რაღაც გარემოებები შეიქმნა, რის საფუძველზეც მე რაღაც იზოლებული გავხდი ამ ფორმულირებით მეთქვა ეს ყველაფერი, რასაც მართლა გულწრფელად ნანობდა, მინდა კიდევ ერთხელ ბოდიში მოუხადო უტა ივანიშვილს. ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ხალხური სიმღერის შემსწავლელი სტუდია შეიქმნება. ურთიერთშეთანხმების საფუძველზე მომზადებული მემორანდუმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება იქნება ქართულ ფოლკლორთან დაკავშირებული ერთობლივი სასწავლო, საგანმანათლებლო და კვლევითი პროგრამების შემუშავება, უნიკალური კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ხელშეწყობა და მისი პოპულარიზაცია. სტუდიას ექნება საგანმანათლებლო ფუნქცია, რაც სვენდეს მისცემს შესაძლებლობას ქართული ფოლკლორი როგორც მეცნიერული ღირებულება ისე გაეცნონ და შესაბამისად განხორციელდება სწავლება და კვლევა, რაც მნიშვნელოვანია სტუდენტებისთვის მათი ინტერდისციპლინური გამოცდილებისთვის. ეს ასევე ხელს შეუწყობს
ქართული კულტურის, ქართული მუსიკის პოპულარიზაციას ჩვენს რეგიონში. ამ მემორანდუმის ფარგლებში შეიქმნება სტუდია, სადაც სტუდენტები შეისწავლიან ქართულ ფოლკლორს, არ დავიშურებ ძალღონეს, რომ ამ უძვრიბასეს გარემოში და რა ვიცი, ულამაზეს გარემოში სწავლასთან ერთად ღერდეს ქართული ჰანგები, ქართული ფოლკლორი. ანსამბლი რუსთავი, რომელიც დაკავშირებულია ანზორ ერქომაიშვილთან და ასევე ანსამბლი მართვე, რომელმაც ქართული ხალხური სიმღერა სოფლიოს გააცნო და ახალგაზრდებს შეაყვარა, სწორედ ეს ხაზი გაგრძელდება ყველა კუთხეში, მთელ საქართველოში, მაგრამ ქუთაისი და ეს სივრცე, რომელსაც ქვია ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი, ეს იქნება ერთ-ერთი ცენტრი აი ამ მიზნის მისაღწევად. მართლმადიდებელი ეკლესია სულთმოფენობას ზეიმობს. სულთმოფენობის დღესასწაული უფლის ბრწყინვალე აღდგომიდან 50-მე დღეს აღენიშნება. დღესასწაულთან დაკავშირებით ყველა მოქმედ ტაძარში საზეიმო წირვა აღევლინა. ამ დღეს მორწმუნეები ტაძრებში ყვავილებითა და სანთლებით მიდიან. ნინი მაისურაძის სიუჟეტი. სულთმოფენობის დღესთან დაკავშირებით სამების საკათედრო ტაძარში ღვთისმსახურება მღვდელმთავრებთან ერთად სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის მოსაყდრემ აღავლინა. მეუფე შიომომრევლს ქადაგებით მიმართა. ჩვენ გვავიწყდება ყოვლადწმიდა სამების მესამე პირი, მესამე ჰიპოსტასი. რა არის ლოცვების, მარხვების, ეკლესიაში სიარულის, ქველმოქმედების თავარი აზრი რაში მდგომარეობს? ის მდგომარეობს ძვირფასო ძმებო და დებო, სწორედ სულიწმინდის მოხვეჭაში, სულიწმინდის მადლის მოპოვებაში. კიდევ ერთხელ გილოცავთ დღევანდელ დღესასწაულს, ღმერთმა დაგლოცოთ და გაგახაროთ, მადლის სულისაწმინდისა იყავთ თქვენ ყოველთა თანა და სრულიად საქართველოსთან. ამინ. სულთმოფენობა ქრისტიანული ეკლესიის დაარსების თარიღად ითვლება. სახარების მიხედვით, ქრისტეს მოციქულებმა სწორედ ამ დღეს დაიწყეს ქრისტიანობის ქადაგება სხვადასხვა ენაზე მთელს მსოფლიოში. ძალიან მნიშვნელოვანია თითოეული ჩვენთაგანისათვის სულთმოფენობა, იმდენად რამდენადაც თითოეული ჩვენთაგანიც ამ დროს იძენს პოტენციალს იმისთვის, რომ გამიღმრთოს. უკვე თითოეული ჩვენთაგანზეა დამოკიდებული ის ადამიანს, უნდა თუ არა ქრისტესთან ყოფნა. სულიწმინდის გარდამოსვლა უკვე ადამიანს ამ სულიერ ძალებს აძლევს. დღევანდელ დღეს სულიერი განახლების ნიშნად მორწმუნეები ტაძარს და ხატებს მწვანე რტოებითა და თაიგულებით ამკობენ. ეს არის დღე, როდესაც ეკლესია მიიღო სულიწმინდა და კაცობრიობისათვის გაიხსნა ახალი გზა ღმერთთან კავშირისაკენ და ეს დღე არის დაკავშირებული აი მორწმუნეთათვის სიხარულისა და ბედნიერებისაკენ. ეს უპირველეს ყოვლისა არის უდიდესი განათლება ჩვენი ერისა. სულთმოფენობა რას ნიშნავს? იმას, რომ ფაქტიურად განათლება მოხდა, სწავლება მოხდა, გავრცელება მოხდა ქრისტიანული სწავლებისა. მართლმადიდებელი ეკლესია სულთმოფენობას მაცხოვრის აღდგომიდან 50-მე დღეს აღნიშნავს. ხარკოვში რუსეთის თავდასხმების შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა. ბოლო მონაცემებით გასული დღე-ღამის განმავლობაში ოკუპანტთა თავდასხმებს 6 ადამიანი ემსხვერპლა და 44 დააშავდა. მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია 4 გარდაცვლილის შესახებ. უკრაინული მხარის მტკიცებით ოკუპანტებმა მართვადი ავიაბომბები და უპილოტო საფრენი აპარატები გამოიყენეს. უკრაინის მიერ ჩატარებულ ოპერაციაზე რუსეთს პასუხი ჯერ არ გაუწია. ამის შესახებ სააგენტო როიტერსი ამერიკულ წყაროებზე დაყრდნობით წერს. სააგენტოს ცნობით მოსკოვის პასუხი ოპერაცია ობობის ქსელზე დიდი ალბათობით მასშტაბური მრავალმიზნობრივი დარტყმის ფორმით განხორციელდება. წყაროები ვარაუდობენ, რომ პასუხი ასიმეტრიული იქნება და რუსები რაკეტებსა და უპილოტო საფრენ აპარატებს გამოიყენებენ. დარტყმების შესაძლოა უკრაინის სამთავრობო შენობებზეც განხორციელდეს. საოკუპაციო ძალები დნეპროპეტროვსკს უტევენ. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით 90-მე სატანკო ბრიგადამ დონეცკის ოლქის დასავლეთ საზღვარი გადაკვეთა და შეტევას დნეპროპეტროვსკის ტერიტორიაზე განაგრძობს.
მოსკოვი კიევისაგან ცხედრების გაცვლაზე პასუხს ამ დრომდე ელის რუსული მხარე აცხადებს, რომ სტამბოლის შეთანხმების საფუძველზე რაიონში, სადაც გაცვლა უნდა შედგეს, უკრაინელი სამხედროების ცხედრების ნაწილი სპეციალური მატარებლით უკვე გადაიტანეს, თუმცა ცხედრების გაცვლა უკრაინული მხარის მიზეზით ვერ ხდება. როგორც რუსეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილე ალექსანდრ ფომინი აცხადებს, უკრაინული მხარე გაურკვეველი მიზეზებით კონტაქტზე არ გამოდის. ამერიკის სახელმწიფო მდივანი საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრს ესაუბრა ინფორმაციას სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს. მარკო რუბიომ და ჟან ნოელ ბარომ სატელეფონო საუბრისას უკრაინაში მიმდინარე ომის დასრულებისაკენ მიმართული ძალისხმევა განიხილეს. დონალდ ტრამპი ეროვნულ გვარდიას ლოს-ანჯელესის საპროტესტო გამოსვლების დაშლისათვის მადლობას უხდის, განცხადება მან სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა. თეთრი სახლის ლიდერმა კიდევ ერთხელ გააკრიტიკა კალიფორნიის შტატის გუბერნატორი და ლოს-ანჯელესის მერი იმის გამო, რომ ვითარების სტაბილიზება ვერ შეძლეს. ტრამპმა ასევე განაცხადა, რომ საპროტესტო აქციებზე ნიღბების ტარებას კრძალავს. ეროვნულმა გვარდიამ შესანიშნავი სამუშაო ჩაატარა ლოს-ანჯელესში ორდღიანი ძალადობის, შეტაკებისა და უწესრიგობის აღსაკვეთად. ჩვენ გვყავს გუბერნატორი და მერი, რომლებმაც როგორც ყოველთვის ვერ შეასრულეს ეს ამოცანა. ამ რადიკალური პროტესტებისადმი, რომლებიც წამქეზებლებისა და დაფინანსებული ინტრიგნების მიერ არის ორგანიზებული, ვერ ვიქნებით ტოლერანტული. აიგრძალება აქციებზე ნიღბების ტარებაც, რატომ ალავენ ეს ადამიანების სახეებს. კალიფორნიის გუბერნატორი და ლოს-ანჯელესის მერი შესაძლოა დააპატიმრონ თუ ისინი ზღვარს გადაკვეთენ. ამის შესახებ ამერიკის სასაზღვრო სამსახურის ხელმძღვანელმა განაცხადა ტომ ჰომანმა. მხარი დაუჭირა დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებას ლოს-ანჯელესში ეროვნული გვარდიის 2000 ჯარისკაცის განლაგების შესახებ ადგილობრივი ლიდერების მხრიდან წინააღმდეგობის მიუხედავად. მისი თქმით, არალეგალი უცხოელებისათვის შეგნებულად თავშესაფრის მიცემა და დამალვა, ასევე სამართალდამცველებისათვის მუშაობაში ხელი შეშლა დანაშაულია, რაზეც ყველამ პასუხი უნდა აგოს და გამონაგლის. არც კალიფორნიის გუბერნატორი და არც ლოს-ანჯელესის მერი არ წარმოადგენენ. სკანდალი ევროკომისიის გარშემო არასამთავრობო ორგანიზაციების საეჭვო ლობირებასთან დაკავშირებით ევროკომისია კლიმატურ თემატიკაზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებს საეჭვო ლობირებისათვის გერმანელი გადასახადების გადამხდელების ფულით უხდიდა და სურდა, რომ ეს საიდუმლოდ დარჩენილიყო. წერს გერმანული გამოცემა. გამოცემის ცნობით ასევე ნათელი გახდა, რომ ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაცია ევროკავშირის მიერ მიღებულ გრანტებს იყენებდა რადიკალური პროექტებისათვის, რომლებიც არ შეესაბამებოდა ევროკავშირის ღირებულებებს. როგორც გაირკვა, ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაცია მიღებულ გრანტებს იყენებდა რადიკალური პროექტებისთვის, რომლებიც არ შეესაბამებოდა ევროკავშირის ღირებულებებს. როგორც ევროდეპუტატი მონიკა ჰოლმეიერი ამბობს, ეს ევროკავშირის ფონდები არ უნდა იქნას გამოყენებული სამართლებრივი სახელმწიფოს ძირითადი პრინციპების შესუსტებისთვის ან დასაზიანებლად. მისი თქმით, ჩვენ ვნახეთ პროტესტების მხარდაჭერა, რომელთაგანაც ზოგიერთმა ძალადობრივი ხასიათიც კი მიიღო. საქართველოს თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიის სამხედრო საჩვენებელ ორკესტრს დაარსებიდან 33 წელი შეუსრულდა. ორკესტრმა იუბილე დედაენის ბაღში კონცერტით აღნიშნა. სამხედრო ორკესტრი 1992 წელს შეიქმნა. ვაკო მეზურნიშვილის სიუჟეტი ვნახოთ. თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიის სამხედრო საჩვენებელი ორკესტრი 33 წლისაა. საიუბილეო თარიღის აღსანიშნავად დედაენის ბაღში ღონისძიება გაიმართა. შესრულდა ქართული და უცხოური კომპოზიციები. კონცერტზე თავდაცვის სამინისტროს და ეროვნული გვარდიის წარმომადგენლები ოჯახებთან ერთად იმყოფებოდნენ. მინდა მიულოცო ჩვენ ორკესტრს, ეს საიუბილეო დღე ძალიან მნიშვნელოვანი დღეა მათთვის და ძალიან მაგარი ხალხი. ადამიანები, რომლებიც ყოველდღიურად არიშურებენ ძალისხმევას, რათა გააკეთონ ძალიან მნიშვნელოვანი საქმე და ემსახურონ თავის ქვეყანას. სამხედრო ორკესტრი 1992 წელს შეიქმნა. თავდაპირველად ორკესტრის რეპერტუარში სახელმწიფო ჰიმნები და სამხედრო მარშები შედიოდა. დღეს კი მუსიკოსები მსოფლიოში აღიარებული კომპოზიტორების კლასიკურ და თანამედროვე ნაწარმოებებიც ასრულებენ. 2013 წლიდან სამხედრო ორკესტრს ვიცე-პოლკოვნიკი კობა მერმანიშვილი ხელმძღვანელობს. ვეცადეთ, რომ რაც შეიძლება
ახლოს ყოფილიყავით საზოგადოებასთან, ხალხთან და ვფიქრობ, რომ იმ რეპერტუარმა, რაც ორკესტრმა შეასრულა, როგორც ქართული, ისე უცხოური მუსიკა, კინომუსიკა, კმაყოფილი დარჩა მსმენელი. ვემზადებოდით ძალიან განსაკუთრებულად, ძალიან მონდომებით. რა თქმა უნდა, შრომატევადი იყო, მაგრამ სასიამოვნო იყო ეს ყველაფერი. ძალიან კარგი მუხტი მოდიოდა ხალხისგან. დედაენის ბაღში მისულ მოქალაქეებსა და ტურისტებს კარგი სანახაობა დახვდათ. მოისმინეს კინოფილმების საუნდტრეკები და ქართული ჯაზ კომპოზიციები. სეირნობისას მუსიკის ხმა გავიგონეთ. შესანიშნავი ორკესტრია ჩვენს სიამოვნებით ვუსმენთ. მუსიკით და ინსტრუმენტებით ჩანს, რომ ისინი ნამდვილად პროფესიონალი მუსიკოსები არიან. ძალიან კარგად ჩაიარა კონცერტმა. მე თვითონ მუსიკოსი ვარ და ძალიან სიამოვნები დავჭი. კარგი ემოციების მეტი არაფერი არ მოსულა. ძალიან მომეწონა, უფრო მეტად ჰიმნი მომეწონა. თავდაცვის ძალების სამხედრო ორკესტრი ოფიციალური ღონისძიებების გარდა არაერთ კონცერტსა და ფესტივალში მონაწილეობს. საქართველოს ეროვნული ნაკრები დღეს მეორე ტესტ მატჩს ჩაატარებს. ქართველი ფეხბურთელების მეტოქე კაბო-ვერდე იქნება. ვილი სანიოლი ექსპერიმენტალური შემადგენლობით მოემზადა. ფრანგის სპეციალისტის თქმით, დღეს ჩანსი დებიუტანტებსაც მიეცემათ. ეროვნული გუნდი ვილი სანიოლის ხელმძღვანელობით ქუთაისში პირველ მატჩს გამართავს. თამაში 20 საათზე დაიწყება. ასეთი იყო ახალი ამბები 5-ზე. დღის ყველა სიახლე შეგიძლიათ გაიცნოთ იმედი news.gr-ზე. ზუსტად 8 საათზე დაიწყება ტრადიციულად საინტერესო იმედის კვირა. ნახვამდის.